ნუ ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი მეტსახელად კორუფცია. თქვენ რომ გაიაროთ თბილისში და გამოკითხოთ ნებისმიერი გამლელი, ნებისმიერი თბილისელი, მათი უმრავლესობა დაგიდასტურებთ, რომ კახა კალაძე არის ყველაზე მეტად ასოცირებული და ყველაზე მეტად დაკავშირებული კორუფციასთან. ამით ოცნება ადასტურებს იმას, რომ მისი ფაფხური თითქოს კორუფციასთან ბრძოლის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია და სინამდვილეში ის არაპირებს არანაირი სერიოზული ზომების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ, რადგან შეუძლებელია ერთის მხრივ იჭერდე ყოფილ მაღალჩინოსნებს საშუალო რგოლის და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება კორუფციასთან, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით. რა არის კახა კალაძის მემკვიდრეობა? კახა კალაძის მემკვიდრეობა არის რუსული კამაზები, რომელიც მან სანქცირებული რუსული კომპანიისგან 5 მილიონ ლარად შეიძინა. კახა კალაძის მემკვიდრეობა არის ჩინური მეტროს ვაგონები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებმა ათობით მილიონი ლარი უნდა გადაიხადონ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და კალაძის მემკვიდრეობა არის ეგრეთ წოდებული ირანული თეთრი ქვები, რომელსაც ყველა კარგად ვხედავთ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც მისი დაუდევრობის გამო შემდეგ იქ გაუვალი ბალახი ამოვიდა და ღამით ამუშავებდა თბილისელის ჯგუფის თანამშრომლებს. აი აქედან ჩანს მისი მიდრეკილებები, მისი გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხედვა, როგორ ანაცვლებს საქართველოს და ამ შემთხვევაში თბილისის ევროპულ პერსპექტივას რუსეთით, ჩინეთით და ირანით. კონკურენციას. ნუ პირველ რიგში. დიახ. და მე იქნება თქვენი კანდიდატია, როდის იქნება ამ როდის დაასახელებს კონკრეტულად? პირველ რიგში ჩვენ ვართ ახლა მოლაპარაკებების და კონსულტაციების აქტიურ ფაზაზე. განვიხილავთ, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ განვიხილავთ პარტიულ კანდიდატებსაც, ბუნებრივია ეს იზომება სხვადასხვა მეთოდოლოგიით და ძალიან მალე ამ კანდიდატის შესახებ საზოგადოება გაიგებს. თუმცა კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს ვადა 4 სექტემბრამდე, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო ადრე წარვადგინოთ თბილისის მერობის და არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე პერსონის დასახელებისგან თავს შევიკავებთ და ადრეც არის, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი არის, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენი კანდიდატი. ეს იქნება ადამიანი, ვინც შეძლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თბილისში დაამარცხოს კორუფცია და თბილისი გახდეს კორუფციისგან თავისუფალი ქალაქი. თბილისი კორუფციის გარეშე ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და რა თქმა უნდა ჩვენი კანდიდატიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ აი კალაძეს ყველაზე კორუმპირებულ მერს ჩამოვაცილებთ მმართველობას და ის ფული, რასაც ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით თბილისის ბიუჯეტი ქვია, მთლიანად მოხმარდება თბილისელების კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, გაუწევს, რადგან გამორიცხულია, რომ თუ ჩვენ კარგად აუხსნით თბილისელებს სინამდვილეში კალაძისთვის ხმის მიცემა რას ნიშნავს და ამას რა თქმა უნდა გავაკეთებთ და ავუხსნით მათ, რომ კალაძისთვის ხმის მიცემა რეალურად ნიშნავს იმას, რომ ისინი ეს ადამიანები, ვინც შესაძლებელია ამას ფიქრობენ, ხელს აწერენ იმას, რომ თბილისი კვლავ იქნება კორუფციის ჭაობი. და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები გაღარიბდებიან, ან ისინი მიიღებენ მხოლოდ რაღაც ელემენტარულ მუნიციპალურ სერვისებს, მაგრამ ამავდროულად გამდიდრდება ოცნებასთან დაკავშირებული 20-25 ოჯახი. და ასევე ჩვენ აუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რომ კალაძისთვის და ოცნებისთვის ხმის მიცემა ეს ნიშნავს შეგუებას იმ ფაქტთან, რომ საქართველო უფრო და უფრო ცილდება ევროპულ მომავალს და
სტრატეგიულად უკავშირდება რუსეთს. ამიტომ, როდესაც ადამიანები გაიგებენ, რომ ოცნება დღეს მთელს რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არის რუსეთის ინტერესების გამტარი და კორუფციაში ჩაფლული მოძალადე რეჟიმი, ბუნებრივია ოცნებას დარჩება ბევრად ნაკლები ხარდაჭერა, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ისედაც ძალიან არის შემცირებული ოცნების ზოგადად და რა თქმა უნდა კალაძის პერსონალური რეიტინგი. ნაციონალიზმის ყოფილი თავმჯდომარე ოქტომბერი რევოლუციური დღით დაარსა, ამას ოპოზიციაში მოკლა კრიტიკა და თქვენი აზრით 4 ოქტომბერი გააჩნია თქვენთვის და გახარით ჯგუფისთვის. ახლა ჩვენთვის რომ 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე, ამას ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ და მე მგონი ამ შესაძლებლობა არავის არ ჭირდება, ხო? ჩვენ რევოლუციის წინააღმდეგი ვართ 4 ოქტომბერსაც, 5 ოქტომბერსაც, 8 ნოემბერსაც და 12 დეკემბერსაც. ასე რომ აქ თარიღი არაფერ შუაშია. თავარი არის ის, რომ ჩვენ არანაირად არ ვართ მომხრე რაღაცა ტიპის რევოლუციური სცენარების ამ ქვეყანაში, რადგან თუ ამ რევოლუციის ესეთი, ასე ვთქვათ, დაანონსება და ამ რევოლუციის შიშის გავრცელება ვინმეზე მუშაობს, ეს პირველ რიგში მუშაობს ოცნებაზე და პირველ რიგში ემსახურება ოცნების ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებას და დიდი ბოდიში, მაგრამ კეთილი ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა და თუ ისინი თვლიან, რომ არ არიან სასარგებლო იდიოტის როლში, ცოტა გონს მოუხმონ, უფრო პრაგმატულად შეხედონ მოვლენებს და ჯერ კიდევ დრო არის სხვათა შორის 4 აგვისტომდე და თუ ისინი მართლა აპირებენ ოცნებასთან რეალურ ბრძოლას და არა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც რევოლუციების დაანონსებას სხვადასხვა თარიღებში, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენთან ერთად დაამარცხონ ოცნება არჩევნების გზით, რადგან თუ ოცნებას დღეს რამის ეშინია, ეს პირველ რიგში არის ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გააფორმოს მათი მარცხი. და ამიტომ რა თქმა უნდა ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ არც ოცნების ჭკუაზე დავდივართ მოგხსენებად, არც ნაციონალური მოძრაობის და არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასე რომ ჩვენი პოზიცია უცვლელია, მივდივართ არჩევნების გზით და ვაპირებთ აი ამ ფორმით, მშვიდობიანი ფორმით გამოუცხადოთ ბრძოლა ოცნების მოძალადე კორუმპირებულ და პრორუსულ რეჟიმს. ამ თემზე რო ჩასწავლეთ ოპოზიციები არიან ჩამოყალიბებული, შეიძლება თუ არა ახლის ყოველ ინსტიტუტის თვით აქტუალიზაციას, მაშინ არჩევნების მიღება დაშლილი. ნახეთ, კიდევ ვიმეორებ რა, დღეს იმდენად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ეხლა ნამდვილად არ მაინტერესებს ვის აქტუალიზაციას რა ემსახურება, ხო? ანუ მე გითხარით, რომ ჩვენთვის ყოველგვარი რევოლუციური სცენარები არის მიუღებელი და გამორიცხული. და ეხლა დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი ინებონ და ცოტა გონივრული და პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღონ. ეხლა იმასაც ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე ერთმანეთშიც რაღაც გაურკვევლობაა და ასე ვთქვათ ბოიკოტის მომხრეთა შორისაც უკვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, დაპირისპირება ამ 4 ოქტომბერს დაანონსებული რაღაც ერთგვარი რევოლუციის გამო და ჩვენ ყველა კი არ ვსვავდით იმ კითხვას, რასაც ვსვავდით და ვეკითხებოდით მათ, რომ რას აპირებენ ისინი ბოიკოტის შემთხვევაში. და ამ კითხვაზე რომ პასუხი არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ჯიუტად მიუყვებიან ბოიკოტის გეგმას და ოპოზიციაში ჩაუდგნენ და საზოგადოებას მოუწოდებენ არჩევნების ბოიკოტს ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების ბოიკოტისკენ კი არ მოუწოდონ, არამედ ოცნების ბოიკოტისკენ მოუწოდონ. ნუ ახლა ამ ვითარებაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ აი ერთ-ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, შეხსენება გავუგზავნოთ მათ და უთხრათ, რომ რაც მალე მიხვდებიან იმას, რომ ნებისმიერი რევოლუციური სცენარის დაპირება და დაანონსება ეს არ მუშაობს არავის გარდა ოცნების რეჟიმისა და პირდაპირ საჩუქარია ეს მათთვის. მით უკეთესი ზოგადად ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში ოცნების მოძალადე რეჟიმზე, ავტოკრატიულ რეჟიმზე, მაგრამ ეს მოხდება მშვიდობიანი ფორმით. და რაც მალე მიხვდებიან სხვა პარტიებიც, რომ პრაგმატული, რეალური პოლიტიკა ბევრად სწორი და ეფექტური გზა არის ოცნების დასამაცებლად, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი წინასწარ დაანონსებული რევოლუციას რაიმე პერსპექტივა აქვს თუ არა? არც წინასწარ დაანონსებულ რევოლუციას აქვს პერსპექტივა და არც სპონტანურს. კიდევ ვიმეორებ, თუ რევოლუციური სცენარი ვინმეზე მუშაობს, პირველ რიგში მუშაობს ოცნებაზე.
და ამას წესით და კანონით თავადაც უნდა ხვდებოდნენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ რევოლუციას აანონსებენ. ჩვენ ზოგადად ამ საკითხის პოლიტიზირებას ყოველთვის ვერიდებოდით, თქვენ გახსოვთ. კარგად და დღეს მით უფრო მოვერიდებით, რადგან დღეს ჩვენ ქვეყნის წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და მათ შორის ჩვენი თანამშრომლობა ლელოსთან, რაც დაუწყეს სულ რამდენიმე კვირაა, იმდენად დიდ მიზანს ემსახურება, რომ ამ საკითხზე ნამდვილად ვერ დავხარჯავთ დღეს დროს და კომენტარის გაკეთებისკენაც კი თავს შევიკავებთ. კიდევ მეორე, ამიტომ ამბობ, რომ თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის დღეს ის თანამშრომლობა, რაც მიმდინარეობს ჩვენსა და ლელოს შორის და ამ საკითხის პოლიტიზირებას ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით. მიუხედავად იმისა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუარი და დღეს მით უფრო მოვერიდებით, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და ჩვენი თანამშრომლობა, რაც დავიწყეთ და ძალიან კარგად მივდივართ, ბევრად ღირებულია, ვიდრე ის რა ხდებოდა წარსულში. ჩვენ არ ვიქექებით წარსულში, ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის მომავალი, საქართველოს ევროპულ მომავალზე დაბრუნება და ეს მიტაცებული ძალაუფლების გან ოცნების მოძალადე რეჟიმის ჩამოშორება და ამას გავაკეთებთ. მშვიდობიანი გზებით ამას ერთობლივად გავაკეთებთ. არის ვერ გეტყვით, ახლა ეს შეიძლება მართლაც იყოს რაღაცა კონკრეტული დანაშაული, ნამდვილად არ მინდა ამის დეტალებში შევიდე, თუმცა იმდენად აღარ აქვს ნდობა უკვე არც დღევანდელ სასამართლოს და არც დღევანდელ პროკურატურას, რომ ნამდვილად არ გამოურიცხავ, ზოგადად ვამბობ და არა ამ საქმესთან მიმართებით, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რაღაცა შეკერილი ან როგორც მინიმუმ პროვოცირებული საქმეებიც იკერებოდეს და მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, ხან ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში. ბატონო გიორგი ხოდა მისი ამბობების დასკვნითი პროცესი ხალ გაიმართება, აპირებს თუ არა ჩამოვიდეთ და ზოგადად რა მოულოდნელი გავხსნათ. ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, როგორც პოლიტპატიმარ ქალბატონს, პოლიტპატიმარ ჟურნალისტს ყოველთვის ჰქონდა მისი სრულიად უკანონო ძალადობრივი დაპატიმრების პირველი დღიდან და ბუნებრივია, სანამ მზია ამაღლობელი არ იქნება თავისუფალი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმ პროტესტის მონაწილე, რასაც ქვია ზოგადად უკანონო პატიმრების გათავისუფლება და განსაკუთრებით ქალბატონ მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც არის სიმბოლო უსამართლობისა საქართველოში და როდესაც ჩვენი გუნდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ყოველთვის ნომერ პირველი საკითხი არის უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ზოგადად საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენასთან ერთად. მეორე კითხვა არის მეგობარებზე რამდენი ბლოკირება გავხდა, რა მოლოდინები არსებობს და იქნება თუ არა მიღებული მეგობარიობის საბოლოოდ, ასევე რა მოლოდინები გაქვთ ქართული ოცნების მხრიდან, მათი მომხმარების ფონდზე არსებობს თუ არა ვარაუდი, რომ ისინი ელჩებს გააძლევენ. მეგობარი აქაც რაც შეეხება, ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი სენატში, კარგად ვიცით, რომ კონგრესში მას ჰქონდა უმრავლესობის მხარდაჭერა, ამ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, ეს ძალიან მრავლის მითქმელია და რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, რომ მეგობარი აქტი ამ შემთხვევაში უკვე სენატის მიერაც იქნება დამტკიცებული. თუმცა დავალოდოთ მოვლენებს, მთავარი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით, ეს მათ ძალიან კარგად ესმით ისიც, რომ დღევანდელი ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი და ეს არის რეგიონში ფაქტობრივად ერთადერთი შეიძლება დღევანდელი მოცემულობით რეჟიმი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და შესაბამისად ყველა ის დაპირება, რაც ოცნებას ჰქონდა, რომ ისინი თითქოს იყვნენ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და მათივე ტერმინი რო ვთქვათ დალაგებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სრულიად ტყუილი სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად, რადგან გამორიცხულია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითანამშრომლოს ისეთ ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, როგორც არის ოცნება. რაც შეეხება
რაც შეეხება ოცნების მუქარას, ელჩების გაწევასთან დაკავშირებით, გამორიცხული უკვე არაფერი აღარ არის. აი ხომ წარადგინეს ბატონი კალაძე თბილისის მერად და გარდა იმისა, რომ ის არის ადამიანი სახელად კორუფცია, ამასთან ერთად ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არის შემჩნეული ანტიევროპული განცხადებების კეთებაში და სწორედ ის იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ევროკავშირის ზელს საერთოდ გავაგდებდი საქართველოსთან. ასე რომ იმდენად სწრაფად მიექანება ოცნების რეჟიმი აი რუსეთისკენ და იმდენად ყალიბდებიან ისინი, ასე ვთქვათ, რუსეთის ინტერესების გამტარებად ამ ქვეყანაში, რომ მათგან უკვე მოსალოდნელი სიმართლე გითხრათ, აღარაფერი არ არის. მათთვის თავარი არის იზოლაცია, რადგან ერთადერთი პარტნიორი, ვინც ასეთ ავტოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ და მოძალადე რეჟიმს შეიძლება ყავდეს ამ სოფლიოში, თანამედროვე სოფლიოში, ეს არის ისევ და ისევ რუსეთი და ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი, ირანი და ასე შემდეგ.